Forza UEG მოგესალმება და წარმოგიდგენთ იუვენტუსსა და ატალანტას შორის გამართული მატჩის ვიდეო მიმოხილვას. იოერანეზე შეკრებილ მაყურებელს უდაოდ საინტერესო მატჩი ელოდა წინ, არაერთი გატანილი გოლი, საკმაოდ ბევრი საგოლე მომენტიც და ერთი სიტყვით მოსაწყენად დრო ნამდვილად არ ჰქონიათ. უცბად ჩავერთოთ შეხვედრაში და შემდგომ გაგაცნობ ძირითად შემადგენლობებს. პაულო იბალას ხედავთ, რომელმაც სტეფან ლიხშტაინერს გადააწოდა მარჯვენა ფლანგზე და უკვე საწყისეულ წუთებში შეეძლო მარიო მანჯუკიჩს ეს ეფექტურად მკერდით გაიტანა ატალანტას კარში პირველი გოლი, თუმცა მან ამჯერად ეს ვერ მოახერხა, თუმცა რამოდენიმე წუთის შემდეგ მოახერხებს საკუთარი შანსის გამოყენებას. იბალა მანჯუკიჩი ძალიან ეფექტური თამაშია პაულო არის შეტევაზე და სადაც ჩემის აზრით ქონდა იმის საბაბი, რომ აქ დაენიშნა 11 მეტრიანი ძალიან ეფექტურად ითამაშა არგენტინელმა, ხედავთ აი აქ იუხეშა აშკარად ატალანტას კაპიტანმა. კლავინდებულა იბალა, რომელიც სიღრმეში არის ჩამოწეული, ხედავთ ეხმარება საკუთარ გუნდს იერიშების წარმართვაში, ჩაწოდება ასამოოცი მარცხენა ფლანგიდან იბალა გოლ! დიახ, 1-0-ია ესე გაიხსნა ანგარიში. მანჯუკიჩის თაური გადაცემაც აღნიშნოთ, ძალიან გამოზომილი იყო ეს ყველაფერი და ამ დუეტმა შეიძლება ითქვას, რომ წინვალეთ ჩაატარა ის წუთები, რაც მოედანზე ორივემ ერთად დაყო. ახლა ძირითადად შემადგენლობას უცბად გვაქვს, მე მგონი ამის საშუალება ნეტო, ლიხშტაინერი, ბარძალი, რუგანი, ასამოა, მარკიზიო, პიანიჩი, ერნანეში, რინკონი, იბალა და მარიო მანჯუკიჩი. ატალანტას იერიში უკვე მათი პასუხი უნდა აღვნიშნოთ ის, რომ წელს ბერგამოელები საკმაოდ სიმპათიურ ფეხბურთს თამაშობენ და გასპერინის გუნდის მიმართ ყურადღება უდაოდ გაზრდილი არის. კიდევ ერთი ეპიზოდი, აი ხედავთ, ჩემის აზრით ამტკიცებს ეს გუნდი იმას, რომ მათ წელს არავისი არ ეშინიათ და ბრძოლა ნებისმიერთან შეუძლიათ. კლავინდებურად იბალა მიიღო ლიხშტაინერისგან გადაცემა, აქ მარკიზიოს გადააწოდა თუ არ ვცდები, დიახ, მარკიზიო იყო ეს და აქ უკვე კუთხური დაინიშნა, თუმცა სახეირო არაფერი იყო ამ ეპიზოდიდან და რეჟისორებმაც არ გვაჩვენეს. მანჯუკიჩი იბალასგან მიიღებს ახლა ძალიან გამოზომილ გადაცემას და მარიო მანჯუკიჩის სუპერ კილერის კიდევ ერთი გოლი მის ტურინულ კარიერაში. ბრავო, ძალიან კარგი არის იგი. მასე სხვათა შორის იწერებოდა, რომ ზამთრის სატრანსფერო ფანჯის პერიოდში შეიძლება დაეტოვებინა კიდევაც გუნდი, რადგან სადარეგოთა სკამზე ყოფნა დიდად არ მოსწონდა. თუმცა როგორც ხედავთ, იგი სასტარტოშია, შემდგომ ეს ჭორებიც გააქარწყლდა და ძალიან კარგად მოქმედებს იბალასთან. ყოველ შემთხვევაში ამ შეხვედრაში ნამდვილად ესე არის. აქ კიდევ ერთი ეპიზოდი შეცდომა დაუშვეს ატალანტას ფეხბურთელმა ბურთის ატანაში და მანჯუკიჩ შეეძლო დუბლის გაფორმება. ძალიან კარგი იყო ამ ეპიზოდში ლიხშტაინერი ძალიან კარგი გადაცემა გაუკეთა. რინკონს ძალიან კარგი შეფასება ჰქონდა ასევე ამ შეხვედრაში გამოზომილი გადაცემა მირალემ პიანიჩისგან და მარიო მანჯუკიჩ შეეძლო ახლა გოლის გატანა. ძალიან ახლოს იყო იგი საკუთარ მიზანთან, მაგრამ მილიმეტრები შეიძლება ითქვას არ და მილიმეტრები დააკლდა. ანდრე ანიელი დაინახეთ, გაოცებული დარჩა ამ ეპიზოდის შემდეგ. მანჯუკიჩი კლავინდებურად ისევ უკაცრავად იბალა არ იყო ეს ახლა რინკონი არის, ბურთან უკვე პიაცა არის, დიახ, პიაცა გამოვიდა მოედანზე და ეგ გონდა იუვენტუსის ახალწეულ საკმაოდ კარგი შანსი რომ გააეტანა გოლი, ბურთი საც მოხდა, კარგად დატრიალდა. ეხლა არა, მეკარემ აიღო, ბრავო, მეკარეს ნამდვილად გადაარჩინა საკუთარი გუნდი მორიგი გოლისგან. ატალანტა და ხედავთ კონკოს რა დიდებული გოლი გააქვს ახლა ნეტოს კარში. ცალკე აღნიშნვის ღირსი არის ის, რომ იუვენტუსი ამ მეორე გოლის შემდეგ ნამდვილად მოეშვა, არ იყო ისეთივე აქტიური, სხვადასხვა ბარძალიმაც აღნიშნა ეს და განაცხადა, რომ მათ ბურთის დაჭირაც კი უჭირდათ, ალეგრიმ კი მოუწონა გუნდს თამაში, თუმცა თქვა, რომ ეს უკვე პირველი შემთხვევა არ არის, როდესაც მსგავსი რამ გვემართებოდა დროა ჭკუას მოუხმოთ და მეტი კონცენტრირება გამოიჩიოთ სრული 90 წუთის მანძილზე. აქ 11 მეტრიანი, რომელიც ლიხშტაინერის წაქცევის შემდეგ დაინიშნა. თავადაც ხედავთ, ამაზე უკვე პრინციპში ვფიქრობ, კომენტარის გაკეთება ნამდვილად ზედმეტი იქნება. ბურთან მივიდა მირალემ პიანიჩი, გამორბენი დარტყმა და ყველაფერი იდეალურად არის. 3-1. 3-1 ხდება ანგარიში.
იუვენტუსი ჯერჯერობით დამაჯერებლად ამარცხებს, თუმცა მატჩის ასე ვთქვათ დამთავრებამდე ჯერ კიდევ იყო დარჩენილი დრო და ჩვენ ნახავთ როგორ გამოიყენებს მას ატალანტა. ზუსტად 6 წუთი გადის, აქ ხედავთ როგორ დაუშვა შეცდომა ნეტომ ბურთის მოგერიებისას და კონკოს ძალიან მალევე შეეძლო პრინციპში მეტოქის დასჯა საოცარია, და მილიმეტრებში ჩაუქროლა ბურთს, შანსი არ ქონდა ბრაზილიან მეკარეს. ყველა შორის ახასიათებს ხოლმე ნეტოს გავსი რაღაცეები. დიდად ერნანეშიც არის გადაკიდებული რამდენიმეჯერ ისეთი გადაცემა გაუკეთა. აი გოლს ხედავთ, დაცვის ალბათ მოდუნება, სისუსტე, შეცდომა, ეს არის თვალსაჩინო, ხედავთ ჯერ როგორ ჩააწოდებინე, ძალიან ინერტული იყო აგრუგანი, შეეძლო უფრო აქტიურადაც ეთამაშა, ნუ ასამოას თემაც გასაგები არის, ნუ გამჭოლი გადაცემა იყო და რთულია ახლა აი ამ ორის დადანაშაულება, თუმცა დასწრებაზე ლიხშტაინერმა რო დააგვიანა, ეს ხომ ფაქტია. ატალანტა ბოლომდე ცდილობდა, ასე ვთქვათ, თამაშის გადარჩენას. დაცვაში, ნუ აი ძალიან ბევრ თავისუფალ სივრცეებს ტოვებდნენ ზონებს შორის და ვერ ხვდები რატო თამაშობდა ესე ინერტულად იუვენტუსი ბოლო წუთებში. გადაღლის ბრალი იყო საკუთარ თავში ზერბედად დარწმუნების, ნუ ამაზე უკვე უშუალოდ მასიმილიანო ალეგრი იფიქრებს და იმედი ვიქონიოთ გამოასწორებს იმ ლაფსუსებს, რაც გუნდს ამ ხრივ გააჩნდა ამ შეხვედრაში. სხვა მხრივ კი იუვენტუსი უკვე შემდგომ ეტაპზე გავიდა, ნახოთ ვის დაუპირისპირდება. ეს იყო Forza UEG-ის მიერ გახმოვანებული მიმოხილვა. მადლობა ყურადღებისთვის, გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი. გისურვებთ წარმატებულ დღეს.